გამარჯობა თქვენ უყურებთ სპორტულების მორიგ ეპიზოდს გიორგი ჩუბინიძესთან და აკაკი დარბაიძესთან ერთად. გაუმუნჯის კომანდა. სალამი მეგობარო. გვინდა მადლობა დავუფიქსიროთ ლიდერ სპორტს გვერდში დგომისთვის, ასევე ჩვენს ერთგულ მაყურებელს და გვინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ლიდერ სპორტის YouTube არხი და ასევე კეთილების YouTube არხი. როგორც ვიცით და მაყურებელსაც უთხრათ, დაჟინებული მოთხოვნები ჩვენთან არ წყდება. ამჯერად ჯანი ინფანტინომ დაგვირეკა და მისი დაჟინებული მოთხოვნით გთავაზობთ ლუიზას ექსკლუზივს და ვნახოთ რა მოგვიმზადა მან. გამარჯობა ჩემო ძვირფასო მაყურებელო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ კილიან მბაპეზე. კილიან მბაპე არის სენეგალური წარმოშობის ფრანგი ფეხბურთელი. მაგრამ ამას წინათ ახლა მაგის სახკარი აჩვენეს ტელევიზორში იმას ახლა თوارეცი ქონებია, მაკი არა მე ვარ სენეგალელი. თუმცა მბაპეს არ ემადლიერებიან სენეგალში მაინც და მაინც. ბეზამის და ურეკი აკვარიც დალოცვაზე ჩამოდი აქანაო, მაგრამ არ ჩამოვალაო, მე რა იმდენი უქნიათ მაინც ჩაიყვანეს თურმე და ბეზამის უთქვია რომ შენე ამ წურში ახლა ტელევიზორში იყავი აქანა ასე უცბად რაფერ გაჩდი. ეშავნა ძალიან დიდი ფულია. კილიანმა ქერო არ დასიზბრებია მბაპეების მოდგმას. მაგრამ რა თქინა, ვინიციუს და ბელინგემებს აყოლია თუმე იმას აზდატემ შენ. იმათ ხვაცა აქ და კაკალიც. არ ემადლიერება სანათესავე. და ურეკია დედამის კილიანო ჩამოდი აქანაო. ვერ ჩამოვალაო ლიგა მააქო. დედამის მაბა ლიგა რომ მორჩება ებანანი ქა ჩამოლპება ხეზევ და მე კინ ჩამოდი და კინ სუნუა ჩამოხვალა. ამასაც უთქვია მე იმდენ ფულს შავილობო. თქვენო საერთოდ არ უნდა მუშაობდეთ მადანაო. გადმოვრიცხან ფულსაო და მუშას გააკეთებიეთო. მუშის გაკეთებული რო კარგი იყოს, შენც ხე გამამადგებოდი რაღაცაში, წახუმრებია დედაემის და უთქაფია მამამის ხელი. ბადიმები ვით აქ ეხნა ხელები. გათიშულა ტელეფონი თანმე. პასაჟედა რო წასულა მბაპე. მამამეს უთქვია, რატო წახვედიო შენაო პასაჟედანი. მბაპეს უთქვია, მადრიდის რეალმა მიყიდა. კი არ გიყიდაო, გაგაგდეს შედედა მოწყნულო. დედამეს უთქვია მბაპესთვის რაღაცაში გამოადექი შენცეო შენ ქვეყანასაო. სერცხველით ვერ ვამხელო მეო. მბაპეს დედაიო, მანეს აშენებულ საავადმყოფოში რატო უნდა ვიწვევ? მანეც ახლა გადაყოლილი არის უყველასთან. გატეხილი ტელეფონით დადის ბავშვი. მამამის უთქვია, ერთი ცალი DVD მაინც გამოაგზანეო. მეზობელს შევახედებო, დავანახებო და წაიღე უკან ისევეო. მბაპეს არ ყარებია სენეგალში ჩასვლა. ადანაო ვერცვი ბანაო და ვერცვი იმას შვებიო და ამიტომ არ უყარს იქანა ჩასვლა. მეზობელს დაუნახია დედამისე გახეული კაბეთი ასე და. მეზობელს უთქვია რომ შენეო კილიანის დედა კი არა, ტილიანის დედა ხარ. ჩაუგდია და რა უნდა ეთქვა, წამოსულა მე ხალი საწოდავად ამოუკერია ეს კაბაი და ახლა ეს სენეგალის მუნიციპალიტეტიც გაეხმარება თქვა პატარას და ეს არ არიან ფლათისე, მაგრამ სად სენეგალის მუნიციპალიტეტი რო გეხმარება და სად შენიშვილი რო გედგია გვერდში. მბაპე რო წამოსულა სენეგალიდან, დედაემეს უთქვია, აქედან რა ვაწავალაო. მანგო უკომა რო გადააგდო წაღმა ამოდისა. მბაპეს რო უშვებდნენ სენეგალიდან და ეს ბორანზე რო დასვეს უკვე ბოლოს თურმე დედაემეს უთქვია, ხმა დედა არის. მამამისისთვის რო გულმოკლუს ნუ გაუშვე, ბავშვს რაღაცა უთხარიო და მამამისაც უთქვია ასე. ანუ რაო, აბა თუ გამაყიდიებს სახკარსაო. რა ვიცი, რანაირიანა არის ეს სენეგალში ეს წყალი რო დავლიო, ცოტა ხმაურიანად მეზობელი შემოვა მე მიწახოდიო. თوارეცი ქონებიათ ეს მბაპეებს სენეგალში. პირველ სართულზე ბელეტაჟი კაირამე და მეორეზე სუტალახი, გაშვებული ეს. ენა სოუსამოასეგი ასე იტყვი, მაგრამ რა თქინა ეს ჩამაეთევა მბაპე ფეხცმიანი და შეტლაგუნდებაში და მოსკოვს უყელაფერს. ერთხელ მამამისი ბანაობს თურმე აბანოში არის და მეზგორში რო არაფერი არის და უგლაჯია ლეოპარდს. და სანამ ეს მეიშურა საწყალმა კაპედა ეს გამოუღია ფერდი ლეოპარდს. დედამის დაურეკია იმ წუთავე მე მბაპესთვის კიდე კაი დექსამეტაზოლის სუმიდან სახში თუ რა დავიღუპებოდით. შენც ერთი გადახურული ველოსიპედი გამოუგზანა მამაშენს ხაზზე მაინც იმუშავებსაო. კი კაცო ხა კარგი არის ფეხბურთიც კარგი არის და ესეც კარგი არის და ფეხბურთელიც კარგი არის და პოლიცია შონა და ესეც. მაგრამ რა არის? პატარძას რომ აიყვა, ხო, იმან ოჯახში სიმშვიდე და სიწყნარე უნდა შემეიტანოს. ყვარები კი არა. კარგად ბრძანდება. მადლობა ქალბატონ ლუიზას ამომწურავი ინფორმაციისთვის და საინტერესო მე არ მქონდა გაგონილი ეგ ამბავი რომ პირველ სათურზე ბელეტაჟი და მეორეზე ტალახი, მაგრამ აი ესე ცხადად არ ვეწარმოვიდგინე და ძალიან საინტერესოა. მადლობა მას ესეთი საინტერესო სიუჟეტისთვის, ექსკლუზივისთვის. ბატონო, შემდეგი რუბრიკა
დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ავტომოყვარულებისთვის განსაკუთრებით საყვარელი გახდა. ბატონი ნუგზარი გვეტყვის თუ რა არის ავტომობილი, გადაადგილების საშუალება, ოჯახის ძალიან კარგი მეგობარი თუ უბრალოდ ავტომობილი. მოდი ვნახოთ უკვე ყველასთვის საყვარელი რუბრიკა ნუგოს ავტობლოგი. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ავტომოყვარულებო. მე ნუგზარი ვარ ჩუბინიძე. ეს კიდევ ჩემი ავტობლოგია. დიახ, თქვენ სწორად მიხვდით. დღეს განხილვაშია ნივა. სამი რამ უყვარს ნუგზარს? ნივა, პივა და მოივა. რა თქმა უნდა. პირველ რიგში დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები და მოვახდინოთ პარკირება. ნივას უკან ორი საბუქსირი აქვს და წინ არცეთი. აი ეს იმაზე მეტყველებს, რომ იგი შველას არ საჭიროებს. მას და მისი 4 ცილინდრიანი ძრავი აგენერირებს 78 ცხენის ძალას, ბიჭო. 78 ცხენი კიდევ ერთი რემა. მეტი კი არ ყავდა საბრაგეთის კავალერიას როგორ დაუვარა ნახევარ ევროპას. ეს კარგად გაიგეთ და კარგად მოისმინეთ. ნივა პირდაპირ პროპორციულად ასოცირდება ჩემს უბედურებასთან, რადგან ლუიზა ნივით მოვიყვანე. თუ შევხედავთ 79 წელში გამოშვებული Ford Mustang Fastback-ს, მას იავნად ეთყობა, რომ შურს ნივის. ამიტომაც ხშირად თავს ესხმოდნენ ნივას კრიტიკოსები. რატომ მოქვს ნივას ორი კარები? პასუხი ძალიან მარტივია. შევძანდი არ მოგწევს პაშუნლახვიე. რა თქმა უნდა არ გესწავლებათ და გეცოდინებოთ, რომ ეს მანქანა პირდაპირ კონკურენტია ამერიკული ვარხიდიანი ჯიპების. ეხლა ისეთ ამბავს გეტყვით, რომელიც სულ 6 კაცმა ვიცით. მაგრამ მოდი მოვფინოთ თელ დედამიწას, რატო არა? ჩემო ძვირფასებო, ზუსტადაც ხამერიდან იყვნენ ჩამოსულები ნივის ავტოკარხანაში იმისთვის, რომ ესკიზები ჩუმად მოეპარან. შეიპარენ, გადაიღეს ფოტო მასალა, ვიდეო მასალა, კადრების ყურების დროს უბრალოდ განცვიფრდნენ. ესეთ რამ მოიფიქრეს. მივიდნენ მის ძალიან მაგარ კონვეიერთან, ვიტალი ხრენოვთან და უთხრეს: "დავარიშ ვიტალი, მი ასტაიომსიო, ჩვენ ამნაირი რაღაცა ცხოვრებაში არ გვინახიო. ეს რა არისო, მაგის დედავატირიო." განცვიფრდა რა თქმა უნდა ვიტალის და ძალიან გულთან მიიტანეს ამბავი, მაგრამ ორივე მერე დახვრიტეს და ასე გაგრძელდა სიყვარული. იმ დღეს შედაშორის მერე ძალიან ცუდი ამინდი იყო და ბიჭებმა დავლიოთო. ძალიან ბევრი ყბადაღებული ავტოგამოცემა იუწყება, რომ ნივა არ ახდება, ოკეი რა ძმო, ისევ ის არის. ამაზე საპასუხოდ გამოვიდა თქვენი მორჩილი ვიტალი ხრინოვი და ესეთი რამე თქვა: "მე თქვენი დედა მოვტყანო. ახლა ნივა რო გავანახლო, იგივე არაც. წევიდე დავანგრიო პირამიდები და მერე გიფსოკარტონი დავაშენო." გაიგეთ. გაჩუმდა მთელი დარბაზი. ჩამოვარდა სამარისებული სიჩუმე და მხოლოდ ნივის ძრავის ხმა ისმოდა. რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ აქ მოურდა სულ, აბა შენ განაცვალე, აბატაში ყველაფერი, ძალიან დიდი ოვაციები და მაინც ისმოდა ნივის ძრავის ხმა, იმიტომ რომ ნივას ვერ გააჩუბებ. ჩემო კარგებო, ლეონიდ ბრეჟნევმა შეკრიბა მთელი სოვიეტski საიუზის ავტომწარმოებლები და შეხვედრა მათ მაღალ მთიანში დაუნიშნა. გახედა ზემოთხსენებულმა პატივცემულმა და მასთან მხოლოდ ერთი მანქანა ნივა მოვიდა. გადაიხედავენ უსებ ქვემოთ და ნივას ყავდა თლიანი ავტოწარმოება ჩამბული და ზუსტად ესია ნივა მიუძღვის ამ ყველა მანქანას ერთად აღებულს. თქვენ გეცოდინებათ, რომ ეს მანქანა არაერთ უძლიერესი რეჟისორის კინოკამერაში მოხდა. ერთ-ერთი შემიძლია გავიხსენო თენდება გვიან, სადაც ერთ-ერთი მთავარი მსახიობი
აქ ჯდება და კალაშნიკოვი დედის სიყვარულს ოფიცებს თელს საზოგადოებას ეს რაზე მეტყველებს არაფერზე ისეცე უბრალოდ ნივარა მოდნი სხვა რა შეიძლება თქვა ამ მანქანაზე და ზოგადად რა არის ნივა გადაადგილების საშუალება ოჯახის ორკარიანი მეგობარი თუ უბრალოდ პოე ჯიპების დაუძინებელი მტერი ამდენ სხვა ამბებით შევხვდებით ლუქსარის ავტოულოვში ახლა კი მოვშლათ პარკირება და შევბეროთ ცხოვრებას ახალგაზრდებო მოდი შემამეთხოვე და ხელი წამიკარით რა მადლობა ბატონ ნუგზარს, ვინც აღნიშნული ავტომობილის შეძენით ხართ დაინტერესებული. სასწრაფოდ დაურეკეთ, თორე ცოტა ხანში ეს ავტომობილები ფიზიკურად ვეღარ იმოძრავებს. მადლობა მას. სპორტულების სტუმრები არიან ფუტბალის წამყვანები და ვერდანის ვარსკვლავები, ჭიათურელი და ჭიათურლების სიძე, ალექს ზაგნიძე და თორნიკე პარონაშვილი. გაუმარჯოს მეგობრებო, რა ვახერთ მეგო? გულხართ. აგაგია ჩვენი ზღვა და მე. ურმესი მადლობა სტუმრობის დაფიქსირებისთვის ბიჭებო, რა ვახართ, დაშვებით. როგორ გზნობთ თავში ჭიათურაში? კარგად მომეწონეს. ყველას ვეკითხებით ხოლმე, მეტყვით თუ ჭიათურასთან აქვს კავშირი? საბაგირო. ცოტა ძველი საბაგირო გავაკეთეთ, მაგრამ ჩემს სოფელში გილოცავთ მართლა ბიჭებო. კაი ხართ. გილოცავთ ბიჭებო ამ წამოწყებას ახალ საწარმოებებს გისურვებთ და ბევრი საინტერესო პროექტი მომავალში კიდე მომელოცოს. გაიხარე. ჩვენი ხმები, კეთილი იყოს ჩვენი 4-ვე ფეხი თქვენ პროექტში. გაიხარე. რომელიმე ფეხი აუცილებლად კარგად დაგვებედება. ის რა ხოცი, როგორ გზნობთ თავს ახალ ამბავში. ბიჭო. ნერვიულობთ. ცოტა ხო რა, იგივე ნერვიულობა ის იყო, იმიტომ რომ აი მე შუისკინე რაღაცა ხდება. რაღაცა ჩვენი ახალი ამბავი იყო რა. ისაუბრა ეს ჩაუბრა. ხო, არა, თქვენთან რომ ვიდიოართ ხოლმე და ბევრჯერ ვართ თქვენთან სტუმრად ამყოფი. რა და იქ ადამიანები როგორ წავე, არაფერი არ ითქმება ისეთი და. ხო, რასაც შევეხე რა, ბევრჯერ ვართ თქვენთან სტუმრად ამყოფები და ის დროს დადგა რომ ჩვენს განმოგვეპატიჟებიეთ რა და სწორედ სპეციალურად თქვენთვის გავაკეთეთ ეს გადაცემა რა. რატო შეწუხდა? რომ მოგვეყარეთ ეს ჭიათურის ფონზე რა და ძალიან გვიხარია თქვენი სტუმრობა ძმებო, იმიტომ რომ ძალიან კაი ის კოლაბორაციები გამოგდის ხოლმე თუ რაც ქვია რა ვიცი. ბიჭებო ხანავთ ერთად რა. საკმაოდ დიდი ხანია ინტერნეტ სივრცეში გამორჩით ძმებო. გვინდა დაგიფიქსიროთ რესპექტები, ძალიან კარგად დაკეთებთ თქვენ საქმეს და ამას მოწმობს თქვენი სტატისტიკებიც. ასე ვთქვათ, სპორტი და იუმორი პირველი თქვენ შეაერთეთ და ყველა ხედავთ, რაც გამოდის და საკმაოდ კარგად გამოგდით, გვინდა გითხრათ. როგორ დაიწყეთ, თქვათ, იგივე ფუტბალი, ველდანი, როგორ გაჩნდა იდეა, ასე შემდეგ და ასე მოგვიყევი და გვაინტერესებს ეს ამბები. 2018 წელია. ოჰო, ჩვენი წელია, ეს არის იწყება ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი. ანუ ახალი წლების მერხება რა, ეს მარტის თვე არის დაახლოებით, ეს ძველ ფორმატზე არის საუბარი. ცოტათი წვიმს. და გაჩნდა იდეა, ანუ რაღაცა ხო, მოკლედ გაჩნდა ასეთი იდეა, რადგან ფეხბურთი, ანუ სპორტი ზოგადად და იუმორიც რაღაც ნუ სპორტის ორივე ამბავი ჩვენი იყო, ანუ იმ დროს ძალიან ჩვენი იყო. ძალიან ჩვენი იყო მართლა ორივე ამბავი, გადაწყდა ასეთი ამბავი, რომ ანუ იდეა მომივიდა, რომ ხوار გავაკეთოთ ასეთი ფორმატი, ანუ რა ფორმატი ვანოს მივწერე Facebook-ზე. ვანო ის მეგობრებო, ხვალვე, ასე მიწერა, ანუ ხვალვე, ანუ დღეს უკვე გვიანი იყო რა, პირველი იყო ხამის და ეგრე კეთდება რეალურად. ვეღარ ვასწრები და ხვალვეო, მე დავიწყეთ მოკლედ ამ პროექტზე მუშაობა, ანუ სრულყოფილი სახე როგორაც მიიღო პირველ ეტაპზე ყავდა, ანუ ბევრი ისეთი ტიპი იყო ამ პროექტში წამყვანად. კი, მეგონი ბევრის ნოვერსაც გთხოვდნენ ხოლმე მე. კი. ოდიში, გადახვევა. თიტო მარინაშვილის ხო და მოკლედ დავიწყეთ 2018 წელს ეს ამბავი. სულ 7 წელი. ერთ-ერთ ბეჭში მივედით ძალიან ისეთი გამოწყებილი ადამიანი დახვდა,
bet.com-ში. შეხედავდი რომ ეს უკვე 30 წლის იქეთ ხედავს რაღაცებს. ეს უკვე ფული აქვს ნაშრომი. თვითონ ეგრე რა, ეგეთი ადამიანი დავხვდა და ვაჩვენეთ, ამ ჩვენ ეს გადავიღეთ, ან კი არ უყვებოდით და ვაჩვენეთ და ასე უყურებს და ეს ერთ თვეში ასე თქო ზუსტად ეს ერთ თვეში შაქიმავს. აი ბატონო, კარგად ზანდებოდით, ჩამოვარდით ხა, მოვედით მე, მივედით მე ლიდერბეტთან, ვაჩვენეთ ბაჩოს და ხვალო ასე თქო ბაჩოს. და დავიწყეთ ეს პროექტი მოკლედ და დღემდე რა ვიცი, ძალიან დიდი 7 წელი გასულა. 7 წელი გასულა კი ბატონო, ძალიან ბევრი წამყვანი. თითქოს ერთი თვესავით გავიდა ეს. ხო მართლა ისე უცებ მოხდა ეს ამბავი, ანუ იდეიდან განხორციელებამდე ძალიან მოკლე დროში მოხდა მოკლედ. ძალიან კაი ძმებო. LGBT თქვა ჭაყლაპა ყველა. არა იუმორი ცოტა უჭირს, ეგ კაია. იუმორი ჩვენ გვეკითხებიან ხოლმე ხშირად ესეთ კითხვას და თქვენც ვინდა რომ აი იუმორთან ხართ დაკავშირებული და რაღაცა იუმორისტულ ვიდეოებს იღებთ, სკეჩებს იღებთ რაღაცა. ხიზლები ხართ მაგ დროს. იმ ლუც მაინც არ სვოთ. იმ პივას მაინც არ სვოთ. ჩვენ გვეკითხებიან, მაშე რო გადა გაძია ხა შენ რა ფხიზელი ხარ დინე ხო. აი ძალიან ისე აღიქვამენ, მართლა ფხიზლები ხარ. იმდენ სვავთ რომ ხუმრობაში არ ამოგიგდო. ხო რა. ლუდმა. და მართლა ის აქვს რა, ანუ ამ გონიათ რომ ანუ ტიპებს რომ ანუ ფხიზელ გონებაზე ხუმრობის მოგება შეუძლებელი ანუ ხო იმიტომ არც არავის უფიქრია ალბათ თუ ამ საქმეში არ ხარ შენ თუ გეცინება ფხიზელი აი ტანჯულაზე ხო განსაკუთრებულად მისი ცხოვრება ძალიან ისეთი კარგი რაღაცებისკენ არის მიმართული ძირითადად ცხოვრების თავის გაბრუებასთან ემას და არავის არ ჯერა ხოლმე რომ ფხიზება კაი კაი მე ვარ ჩემთან და მე ან შეიძლება მე მარტო კიდე გითხოს რა 4 კასენთად ვარ უკასო ხო არაფერს გაჩამადვით. არაფერს ბიჭებისგანაც იგივე მოდის და მართლა ასია მეგობრებო. ბიჭებო, თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, აი იუმორთან ახლა ხშირად გიწევთ ხოლმე, რომ ესა თუ ის ეპიზოდი ახსნათ კომენტარებში რა, სკეჩები ასე შემდეგ და გულით მესმის ხოლმე მართლა და აი ყველაზე ისეთი უცნაური რისი ახსნა მოგიწიათ ან ყველაზე ხშირად რას ხსნით კომენტარებში. ყველაზე უცნაური რისი ახსნაც მოგიწია, ერთი ვიდეო გვედო, კილიან ბაპეს ეჭირა რუპორი. ანუ რაღაცა იყო და რაღაცას ბაზრობდა და გადავახო, ანუ დავადეთ რაღაცა ვოისი რა. ერთ-ერთი აქციიდან და კომენტარებში ამას ვიღა ეკითხება. ანუ ტიპებმა დაიჯერეს რომ კილია ბაპე ვარაზის ხევზე მოდის რუპორით და აბათ მოვედით და მოუწოდებს რომ წავედით აბა. ანუ კომენტარებში გჭირდებოდა მაგის ახსნა რომ არა მეგობრებო. ლუგზარასის ცხოედო ერთ-ერთი ეს თქვენ ვიდეოს ერთ-ერთი ხო დავადებით იმას. მოიცემს კაშიას იმას ხო? დედია ისე საუბრები. ბიჭო რატო უყურთავ? კი არ არის კაშიას. კაი კიდე კაშიას ხო შეიძლება ქართველია და რაღაცა ბაპერო რუპორით ბაპს ჟორჟის ზარი გვაქვს ხოლმე რა და ყვარას მაგარია. ჟორჟის პარუნაკეთებს და ყვარას ვაკეთებ რა როგორაც ახლა ლაპარაკობ ეგ არის ყვარა რა. კომენტარებში წერენ რომ ჟორს არ გავს ან ყვარაზე კი არ აქვს პრეტენზია რომ მე ვახასი ბაზო ეს ფაბრიკაცია ხმის არ არის ნამდვილი არ არის ბიჭების ჟორჟი ასწორებს მართლა მაგას ხო და ანუ ზოგადად ხუმრობაზე რო გიწევს იმის ახსნა რომ ხუმრობა ანუ თან ჩხუბობენ ხო თუ კომენტარებში ერთმანეთს ეჩხუბებენ ეს ტიპები რა ანუ ვიდიხარ და გაიძმებო და სპეციალურად მაგისთვის გინდა ერთი თანამშრომელი რომ ვიღაცამ ესწეროს რომ არის ხუმრობა ეს ჩვენც ისეთ რაღაცებზე გვიწევს ხოლმე პასუხი ვაგოთ სტასუ დედის გამზდელის დაგექსირება არ ვიცი რაღაცა უყირს ზოგს უყირს მაგალითად გინება რომ ლუგზარა დედის ტრაქს იგინება რაღაცა იმას და თქვენ არ იგინებით კიდე გაიწევთ ხო და აი ხო გეუბნები უყირს რომ როგორ შეიძლება ტელესატელევიზიო სივრცეს ვინმე შეიგნოს ანუ რაღაცა თუ გინდა რომ რამე ბუნებრივი იყოს არ ვიცი ახლა ლუგზარა არ შეიგნოს არ შეიძლება თქვას არ ვიცი კარგი რა მეგობარი. კარგი რა ჯან. ეს მაგას დაალახროს რა. ყველას რო გახმოვანებია. და რუსული ჩვენ შემთხვევაში ლანი ხრალია. ალ პაჩინო. პერსონაჟები არებოთ ხოლმე ჩვენ შემთხვევაში რეალურ პიროვნებებთან და ეგ პრობლემა არის ხოლმე, მაგრამ ეს ძალიან კაია რომ ეს ძალიან მცირე ნაწილს ერევა საზოგადოების და რა თქმა უნდა აი ძირითადად კომენტარებში თქვენ მაგ პერსონაჟების გამო დაბადების დღეებზე ძირითადად არ არის ძალიან ბევრი ვიდეო გვაქვს წერილი რა და სუსტილობთ ხოლმე რაღაცა დავთესოთ იმ ვიდეოებში საი მაგალითად ეს ბოლოს ვამბობთ ხოლმე ამ ბოლო დროს არა სხვადასხვა
ეგ იყო, მაგრამ ისეთი ბუნებრივი არ გამოვათქო ვიფიქრეთ და არ გადავწყვიტეთ მაინც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სახეზე გვაქვს წელი, მაგრამ მაინც არ უწყვიტოთ, არ უწყვიტოთ. შეგვიძლია რომ ასე დრაფტები შევქნათ და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ბოლოს ვამბობთ ხოლმე მაგალითად წარმატებები ჩემო დაიკო, გიფიქსირებთ რაღაცა ტანჯილას ადემ გვანო და ანუ ხახს რაღაცის უთითებს რომ კაი ცხოვრები. რაღაცას ვთქვით ყოველ შემთხვევაში რა ვისალოს ვიდეოებში მესენჯერს დავაგეთეთ ხოლმე რა. მილოცების ამბავი ჩვენ მეგობარს იმას დათოს ხარაბაძეს ნაკრების ექიმი როი მაგას უთხრეს რა. მაგას ერთხელ ნაკრების არა ერთხელ სასწაული რომ თუ შეიძლებაო რომ ყვარამ ჟორჟმა და თუ არ ვცდები იმან ჩაკვემო მიგლოცოსო დაბადების დღეო ამადამოსო სიმღერით უბრალოდ გილოცავ კი არა რომ სამხმაში გაშალონო ჩუქჩა ყავდა ჩვენ სტუმრად და კარგად მაგას ვეკითხებოდით რომ ჩვენ რო გვეუბნებოდნენ ხოლმე რომ მეთქი რა აი კომედი შოუში როცა ვიყავით რა მოგიდი ახლა შინარაბიძის ხელი ბიჯიკაში და მიშას წამოიყვანე თუ გინდა ანდღურაძე და ამოჩებდა ცეხში ანუ და მე თუ გეკითხები არ მაგას რომ მოკიდე და ახლა ჟორჟ ეკანა ბიჭებს და ამოი ბოშ მიულოცე დაბადების დღე წაი ვიცი რომ არ სვავთ რაღაცა ეგეთი სხვა აი ძველი პროექტებიდანაც გიცნობენ ხალხი და იუმორთან დაკავშირებული ხალხი ხალხ კავაინს თამაშობდით და რა ვიცი ძალიან ბევრი ესეთი ამბავი იყო და აი ახლა მას ჭიათურაში ვიყავით და ძალიან გულნაწყვეტი დაგვხდა ჭიათურელი მაყურებლები იმიტომ რომ ბოლო ერთი თვეა თქვენი შოუ აღარ გადიშო სათხარ სადარენ ეგ ბიჭები ესეთი კითხვა შემოგვითვალეს ბოლო ერთი თვეა აღარ გასულაო და ერთი ეგრე გავშიფრეს სხვათა ჩემთან სოფელში ვიყავით ერთ ზაფხულს რა წავედით მახსოვს მოვიდა ჩემამდეც ეგ ხმა არუნა არის ჩამოსული ავტობუსი არუნა ბავშვები რო დარბი ძღოლის გვერდით იჯდა რა ერთი ტიპი ანუ ეგეთი ადგილი არის ავტობუსში რომ ხო ძღოლის გვერდით არის ძღოლის კამზე ვეკაც ძევეძის და ხელი ამის მაგად ამას ახელი გადაგა და არუნა და კაკი იყვნენ უკავდა იმაში რა ქვია დარკვეთი შენიცი რა ერთ სოფელი სანამ ჩვენ სოფლამდე მივიდოდ ერთ სოფელი და გაჩერდა რაღაცა უნდა ამოეწოდებინო უკან ხო თქვი რომ ანუ კვირაში ორჯერო დადის და კვირაში ისიც 8 კაცზე მეტი რომ უნდა ყავდეს ეგეთი ის არის რა და ისიც იმ აღმარს თუ გადავიდა მაშინ ჩავა რა თორე და იქიდან ფეხით და უკანაკარი რო გაიღო ჩანთა მოაწოდა რაღაცა ბავშვი და დახვდა პარუნა რა და დაგვშვები დავგვედო ხო და არა ხო და დიდი ხალი ო ბოდიში არა ბოდიში მიხტმა ჩავდი არ უნდა ყოფილიყო ანუ როგორ მოაწოდო ეს არა ბავშვებს ძალიან ისეთი ისაუბრთ რა იუმორი და ძალიან ისეთი იუმორი კი არა და ნუ ესეთი ხალხის მიმართ რა აი ცნობილი ასე რო თქვა და ძალიან უკეთ ხოლმე თუ ამა თუ იმ ადგილას როგორ შეიძლება შენ აი მაგალითად დანში აქ რა გინდა არ ვიცი ალბათ ბავშვებსაც ხო ხდება რაღაც ფანტაზია ისე რომ სადღაც გონიოთ რომ აი ესე სახიობები და ცნობილი ხალხი ერთად ცხოვრობთ დიდ სასახლეში რა აი ძალიან ესეთი ცხოვრები და ნუ თავისთავად ყველა ჩვენი ძაღლი ფოსი ბავშვები განსაკუთრებით შაშა მითხრა ერთმანეთმა გავშიფრე რომ დიდი ხანი არ უყურები არაფრისთვის რა შემხვდა და გიცანი რაღაცა და იქ თქვენი შოუ რა ხდება შაშა 2011 წელს და პაცუა ბოჟიღა აღარ აგზერებთ რავი აღარ გაგზერდება წესით მეგობრებო სამწუხაროდ ვისი ემონოთ ისე ახლა ფუტბალით ვისი ემონოთ და ვედანით ალექს შენთან გვაქვს ესეთი კითხვა კიჭა რონალდუს წონი და როგორ ჩამოხვედი კრისტიან რონალდუს წონამდე შეისუნთქე და ისე უყოს ის იყო რა მადრიდში ასე იწყება ისტორია ვაუ კაი სასწორზე დავდექი და ვიყავი 131 კილო მადრიდში ატო იყავი მადრიდში ვიყავი ასაწონად იყო ასაწონად წასული რეალი ბერნაბეუზე ვიყავით რეალი ნაპოლის უყურეთ ძალიან კარგი თამაში შეგვხვდა ეს კროსის ბოლო სეზონი ვიცი რომ მათ რამდენიმე ფეხბურთი ისიამოვნე მაქსიმალურად და უბრალოდ ევროპულ სასწორს ვენდე რა აქაურს არა და ძალიან გული დამწყდა ჩემ თავზე, იმიტომ რომ ჩემი ზომა ფორმა არ იყო არსად. ვიყიდე ბელინგემის მაისური, ერთი ზომით პატარა და მეთქი ამ მაისურისთვის ღირს შენ თავს მეცი თასკი ეს რა ხელა мотиваცია გქონდა. ძალიან ბევრს დავდიოდი ფეხით. ძალიან ბევრში გულისხმობა 70 კილომეტრი. ერთ დღეში. სადადიოდი. ერთ დღეში ამდეს 70 რეკორდი თუ და ძალიან უცებ დავწერე სხვათა შორის. ძალიან უცებ, მაგრამ მე უცებ 70 კილომეტრი ფეხები. ინდივიდუალური ფეხსაც ველი გიძნე. ბარსამ დამღუპა რა, ბარსას ბარსელონაში ვიყავით, ისე ნაპოლი
ბარსელონაზე ვიყავი და იქ ბურგერი და ბურგერი და ეხა კიდე მიყვავს რომელიღაც ქალაქში დავიდან თუ ჩამოვატიეთ საქართველოში ნახე ჭიათურას დაუბრუნდეთ და ერთი კითხვა გვაქვს ახლა პარლამენტთან რა როგორც ჭიათურის სიძესთან ბიჭო აი ეს ჭიათურის სიძეობა ბედისწერა იყო თუ უბრალოდ ტენდენციებს არ ჩამორჩინებს იმ წელს ძალიან მოდაში გასახული გამოძახილი იყო ხო რაღაცა მაგას დაუჯიფერი იყო და ჭიათურის სიძეობა ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანს ვინც იუმორშია რამე კავშირი არ ქონდეს ჭიათურში ან გავლით არ იყოს პერევალს სათაოფის იუმორის კინოსთან რო შემხდება იმ ბავშვი ვიყავი ჭიათურში თუ რამე სამართლა ერთს გავიხსენებ შეყვარებულები ანუ სანამსიძე გახდება შეყვარებულები ვარ და იმ დროს 2011 წელი იყო ვაკის ერთ-ერთი ცნობილი კაფე იყო სახელს არ დავასახელებ ტურისტული ვიზით ვიყავით ხო და რო შევედით ახლა ვცდილობთ რომ არ დავიწოთ რომ პირველ კაფეში ხო და რაღაცა ყოველს დაბრუნილია აწერია და ვკითხულობ თუ კაცოდეს დარეზერვებულია და უცებ ჩემშობა მას შეყვარებული გამოხედა ბიჭო ჭიათურელი არა პირველ სკოლელი ხო არეზერვებულია გეიმს ყველაფერი თუ შეჭმაგინე და ხოლმე დაგაჭირდა სიზეხა ჭიათურელი შენ სიჯერა ერი ბიჭი ხარ მოყვარახჭინებია ეგრევე მაგრამ პატევი ხცა მოხსნა ეგრევე პრონი მაგიდას კი არა ადგილი არ იყო და გამიხარდა რომ დავსხედით მე და ამერიკა ჩემმა სოფლელმა 2 წლის წინ DVD დავითრია ამოდის უსაყვარლესი კასეტა რომელზეც 8 ფილმია ჩაწერილი DVD მაყურებდი ასე მოვიდა სოფლში DVD აუ DVD-ის პერიოდი ძალიან ასწორია აი ხო იცი ეს კასეტები დადიოდა კასეტები და დისკები დადიოდა აქედან იქ და თავისთავად დისკის დაჩხაპნა იყო ხელის დარტყმის ამბავი ან ძირითადად ჯერ კითხავდი რატო დაჩხაპნე თუ გეტყოდა რამე პასუხს ან გიყიდიან რაღაცა ხო და შენი დედა რატო დაჩხაპნე დისკი თან ან რა იყო იცი შეიძლება დისკი იმდენად არ გენერება შემთხვევით რომ ჩემ DVD-ში შევშვი თვალირება მივიწევ იყო ხოლმე ეგეთი ამბავი და ძირითადად ყველა უხსნედება ვიცი რომ მე პირადად მეც მქონია სპირტით გამიწვენდი დისკი და მე ეს დისკი აზრა და რა ვიცი ძალიან ის გასულები ხო აი სასწაული ამბავი მაშინ ლაიფჰაკები არ იყო თუ არა ძალიან ლაიფჰაკი ძვირდა მაშინ პერიოდთან შედარებით ბიჭო 8 ლარი იყო თამაშის დისკებს თამაში კიდე შეიძლება და რაღაცა ასე თუ ისე არა კიდევეთ არა ქირაობა იყო ქირაობა ხო კიდის საშუალება სადაც ძალიან ადრე იყო ხო აი 20 ლარი რო ღირდა და აი ესეთში ძალიან DVD ძალიან ცოტას რო ქონდა DVD ხო კაი მამას ახლა აქვს თუ რამე ეხა დაიწრიო და ფილმის ყურება ჩასვლა DVD ანუ თუ იყო ოჯახი ჩაქცეული ასე რომ თქვათ ორნაირი ქონდა რა კასეტაც რო იდებოდა და DVD-ს იდებოდა ზერო დისკი იყო და დისკეტაც იდებოდა და მან მაგას რა ფუნქცია ქონდა იცი თან კასეტიდან შეგეძლო დისკზე გადაწერა ხო თუ ქონდა დისკი გააჩხო აი თუ იყო გატეხილი თუ არა ორიგინალი იმიდან როგორც ვიცი მე ვერ წერდი თუ რაღაც ეგეთი იყო იმიტომ რომ მაგ დროს მე ჭიათურაში გაიხსნა ესეთი ის კომპიუტერი ინტერნეტ კაფე სადაც ერთი ადამიანი იყო მარტო ჭიათურაში IT-შნიკი ტეხავდა ყველაფერს და აი კასეტაზე ჩაწერილი იმას გადაქონდა დისკზე და ეგ იყო რა ხელა გარღვევა რა გიქცეს და ღირდა ერთი 150 და ხდები არაფერი ისეთი თან რამე ფაილს კი არ ქონდა პროსტო რეგზე გაუშვა და სკრინ რეკორდით წერდა მე დისკზე ამ ყველაფერს რა ეგ ახლა არის მარტივი თორე ხო მაგრამ ეს გვეგონა რა გარღვევა ანუ ჩაოლებრიოთ კი იყო და ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული მაგრამ წლის ბოლოს მაინც 2 წელიწადს ვიღაცა კრავდა ამ ფულს და მე თავის ბავშვობის მოგონებებს დისკზე გადმოქონდა და მათ შორის მეც ვარ მაგის სხერბრი. ბიჭებო, გადამყიდველებზე გაქვთ ხოლმე ძალიან სახალისო სკეჩები საინტერესო და აბსოლუტურად გეთანხმებით. დინამოსთან ცხოვრობდა და ის სკეჩი დაგვეთანხმნე. ხო და მეც ბერჯერ გავუმწავე. და გვინდა ესეთი პატარა რუბრიკა შემოგთავაზოთ, რახან თვითონ გვამწარებენ, ჩვენ სხვა გავამწაროთ აქედან მაინც და ჩვენ ვცდილობთ რომ ან უბრალოდ ისე ვიფიქროთ მათ გამწარებას და ჩვენ ვისი ამოვნებთ. გადამყიდველების ჯოჯოხეთი რანაირად შეიძლება რომ ყოფილიყო? აი მაგალითად ვერსიების ყველა ბილეთი არის გაყიდული და ესენი ვერ ყიდულობენ ეგეთია რო გადაყიდე შეიძლება სალაროსთან მიდიან და დაკეტილია წელი ბიჭო როგორ შვებიან და
აი საიდან ყიდულ მე როზი ვარ ახლა თქვა. შეიძლება 5000 კომპიუტერი აქვს რა. ორი გადამყიდველი. და თქვენ საიდან აქვთ ეგ ბილეთი? და მესთვის ვიყიდოთ ეს ხალხი მაშინ რაღაც ალბათ ასასინარი მაინც რა გადავა. საქართველოს იმაზე სომხეთზე ვიყავი ერევანში და ის სტადიონთან რა თამაშის წინა დღე არის ჩვენი ნაკრები უნდა მოვიდეს და სტადიონთან ვარ და ვიღაც ბიჭი მოდის რა და ტელეფონს მაძლევს ასე ვერ მივხვდი მეთქი რა გინდა თქო და ტელეფონი ავიღე და ვიღაცა ტიპი მევაზრება იქიდან რა ანუ იმათ რა რუსულად მეუბნება რომ დინამო თბილისი ერევან მე ყოველთვის საქართველოს რაღაცა აუ რაღაცები და ორი ბილეთი ხوار გაქვს მე და ბესო ვიყავით რა მეთქი მიცნო არა მაქვს მეთქი ამ ბოშოთ ხარი ბოდიში მეთქი ანუ მეც მაგიტო ანუ ვიღაც ჩარია რომ ბილეთი ეჭერა ვიღაც მამა მალაპარაკა რა იმის საქართველოს დროში დაიმით ვიყავით და ეგონა რომ თუ გქონდა და მიცემდით რა ვიცი რა იფიქრა არ ვიცი და მეთქი არა მაქვს მეთქი მართლა არა მაქვს თქვენ კაცაც აუხსენი მეთქი მიხარია რომ დინამო თბილისი ერევანი მეთქი რაღაც არარატი რაღაცები გიყვარს ძალიან დასაფასებელია მაგრამ ბილეთი არა მაქვს მეთქი და მივაწოდი ამ ბოშ ტელეფონი და წავიდა და მოდის კიდე და ბესმე მეთქი ბესოახშენ და ელაპარაკე მეთქი და აწვდის ბიჭო ტელეფონს და სხვა ტიპს ალბაზრებს ახლა რა იმასაც იგივე ის უნდა რომ ბილეთი არა გვაქვს მეთქი გაგვანებეთ თავით თქო და მე საბადა ის გამოვიდნენ და მაგათმა გადაგვარჩინეს თორე ხალხი მოგდო და ეგონა თუ იქ სტადიონში მოვიდეთ თუ მე ყოფილა რა ანუ სტადიონთან თუ გაღართია და ბილეთებს ყიდი რა გადამყიდველის ტიპი ხარ რა იქ ეგრე ყოფ ჩვენთან როგორაც არის რა ორი ბილეთი ხომ არა ჩვენ თამაში რა მიდი მოვდივარ არა ნაკრების მე 4 ბილეთი მთხოვე რიგში ვიდექი შესულიყავ ბოლოს რა თამაში 4 ბილეთი ხო არ გაქვს ჩეხეთის თამაშზე იყო რომ სექტორი აჩუქებდა რომ არა ხო არავის გინდათ ბილეთიო და შოკი დაემართა ხალხს და ერთ-ერთმა მეგონი აითრია მას ანუ პროსტა ვერ მოვიდა რა მისი მეგობარი და შესაძლოა აჩუქებდა ამ ბილეთებს რა და ამ ჯოჯოხეთთან მას არაფერი კავშირი აქვს პირიქით სამოთხეში მოხდება ალბათ ის ადამიანი აი როგორ იქნება გადამყიდველების ჯოჯოხეთი აი ერთი ვერსია თქვენს აკაგი მაგალითად ერთი ვერსია ალბათ 300 ბილეთი რო აქვს და ყველა ყურო მოხეული უკვე გამოყენებული რო შეტენული აი ჭიათურაში იყო ხოლმე ესე და შემიძლია გავაიგო აი მაგალითად 3000 ბილეთი იყიდა რა 1500 ლარებში და უნდა გაყიდოს ერთი 5-5000 ლარში და გადაწყვიტა ფედერაციამ უფასოდ შეუშვას ეს ხალხი რა უცებ გახსნა ჭიშკარი იმიტომ რომ ჩვენთან იყო ხოლმე ჭიათურაში ეგრევე უცებ გავარცობ რომ 5 ლარიანი ბილეთები ნუ 5 ლარი იყო ყველაზე მაღალი სტავკა ხა თავისთავად თუ გაიყიდება და გაიყიდე მე აი პირველ ხალხს ვიცი იყიდე მე დავიდა შედარების კულტურული ისე მოდა ესეთი ამბავი ის ჭიათურას მაგეთი გადამყიდველთან აფერშუაშია უფრო საფეხბურთო ის არის რა ძალიან ადრე რა ეს 90-იანების რაღაცა პირველი ეტაპი არის სამი თამაში წააგეს ზედიზედ რა და ცხარი დავკლათ ანუ ტაქტიკა შეცვალა ეს კი არა გაუშვათ ვარჯიშს მოუმატოთ ძმებოდა ტრანსფერი და ცხარი დავკლათ ვიღაცამ გავთვალა მის ავიდნენ შეიძლება შენ კი იცნობ იმკაც გრამიტონა ერქვა რა და ფეხბურთის მიმართულებით ცხარზე ავიდნენ ამ ადამიანთან წამოიყვანეს და ითამაშეს ფრეა ბიჭო გაასაო ანუ გამოსწორდა რა სიტუაცია აშკარად დაბრუნდა საწყალს სხვა აბა კითხეს მეორეჯერაც რა არიქა გიშველეო და ამ კაცს მოვთხრა რომ შემდეგ კვირაში რაიონში არ ვიქნებიო და ორი წაიყვანეთ არა სტადიონში ბანახი არის ორი წყარით გადააზღვია გუნდი რა აი გუნდეთ გადაყიდველების ჯოჯოხეთს როგორი იქ ერთი სექტორი იყიდა მთლიანად ტიპად აითრია რა ესე 6000 კომპიუტერი რო უდგათ ხოლმე იქით ხალხმა და მე UEFA-მ გადაწყვიტა რომ იმ ადგილზე დროშა გაფინოს მთლიანად ამორტიზირებული აღმოჩნდა თამაშის წინათ ცოლმა გაურეცხა ბილეთები შევაში კონდა და ეგეთი აქ ჯოჯოხეთი ხო კი ყურშას ვერსია თქვი და გადავიდეთ შემდეგზე რა ერთი ყველაზე ისეთი რთული ვერსია გვაქვს არ ვიცი შეიძლება ჩვენს ბოლოს ჩვენ შეგვეცოდოს ალბათ ოთახში იჯდეს უსმენდეს ტორპედოს ჰიმნს ოღონ ყურშას შესრულება ოღონ ერთი 4-ჯერ გუდაძეს მოკითხვაც ვაკაც საკიდან კი მოკითხვა დიდი სიყვარული ეგ მადლი იქნება იმისთვის ჯოჯოხეთი გადამყიდველის ერთი პატარა რუბრიკას ვინაც შემოგთავაზოთ იუთუბერების კი არა და იუმორისტების 11-ეული რო შევადგინოთ ერთად ხა ყველა კი ბატონო დავიწყოთ მეკარით ქართველები უნდა იყვნენ
არ არის ბიჭო, აუცილებელი. იყვნენ მე ინგლისური უნივერსიტეტი მიცოდი რა. არა, იმიტომ რომ რა, თუ ბრიტანული. იმდენად ცნობი ყავს, 11 გარდა ყველას ეწყინებოდა. ხო. მაშინ ფუდი მაშინ როგორები თქვა, იცი, ვიც წარმოუდგენია, რომ კარგად ვერ ითამაშებს. შეიძლება. ანუ ვიც კიდე უფრო ხوار ვეწყინებ. სენსაციო რო კიდე ხوار ეწყინებ. უფრო ეწყინებ. ოკეი. კაი. ძალიან ვიწრო წრეზე რო გავუშვათ ეს ვიდეო შეიძლება? Only მიზე დავაკეთებთ. Close friend-ებზე რო გავუშვათ. კარში. კარში. მე კარეთ დავიწყობ. ცოტა მოსული შეიძლება. ჯანელა კაი მეკარე ხო. ჯანელა არის ფოტოშოპის კარგი მეკარე. მართლა? ჯანელა არის კარგი მეკარე. ორიენტირებულია ბურთზე ესე. თან ისე რომ რამე შეცდომას თუ დავუშვი, ხმას არ გაგწევ. ჯანელა მეციც რომ ავიდასაც არ გეტყვის. ავიდა. ასე არ გაწუხებს. არ გაწუხებს მეკარე. აი. ცენტრში შეიძლება. ცოლები? ცოლებს გამოყვით. ცოლი ერთი მაღალი უნდა იყოს ეს ჩაწოდებული ბურთზე თავით რომ მე საფრთხეზე კარგად უნდა თამაშობდეს. მაღალი იუმორისტი რამე უნდა იცოდე. დრუპი და შონზო იყოს მეორე. აუ მაგარიც შანსი არ არის არაფრის. ისე დადგება ხელი ჩაკიდე. ცოცხალგადაში ხო არ იყოს. არ თამაშობდე, რა ცოცხალგადაში თუ გაიჩნდა გენ შემო. აუცილებლად კარგი მაღალი. ახლა გვინდა ფლანგის ფსელები, მარჯვნივ და მარცხნივ. სწრაფები უნდა იყვნენ ალბათ ქუთაისური იუმორისტები უნდა იყოს. ან გურული სხარგული ჩავე. მაგით ჩემიდან ანუ ხო ხდა ტიპი ეგრევე ამოატრიალოს რა. შეიძლება შლიგინაც იყოს. აუ შლიგინა. ჩანტლაძე? აუ ჩანტლაძე. აუ შლიგინა შეიძლება. მარცხნივ იყოს ჩანტლაძე და მარჯვნივ იყოს შლიგინა. შლიგინებს. აუ უკვე მოწეს ეს გუნდი. ეს არ გრაფიკულად ამოვა. ხოცავი სიცილი. ცენტრი გვინდა ხა. მეწოდება თავდასხმელი ხალხში მოხდა. ოკეი, ცენტრი. ჩამშლად ვინ შეიძლება? ჩამშლად ვინ შეიძლება? ცენტრში ალექსა გავუშვათ. გავუშვათ. რატო არა? პასებს ანაწილებს. ბევრს დადისან, არეზარება. ხო, ყოფილი ფეხბურთელია და ესმის რა. ჩვენი დროის რაფინია. ჩვენი დროის რაფინი არის აი ცენტრში ალექსა. მოდი, ეხა ალექსა მარტო ვერ გაძლევს. მე სადღაც შენ ციყავი სადღაც. მარჯვენა ფლანგზე გამიშვით. ალექსა ვიცი. მაშინ ახალგაზრდას ჩვენ ვიყოთ 4 ხალხი ვიყოთ ხო რა მეც მაგას დავფიქრდი რაღაცა. ჩვენ აბანზე რო ვღადავთ რაღაცა. ჩვენი ხალხი ბურთით. უკანი ფიქრობთ ცველები. ზოდზე რო ლაპარაკობს ალექსა. უკანი ფიქრობთ ცველები და ორი ფორვარდი გვინდა? ორი ფორვარდი გვინდა. ორი ფორვარდი ახალგაზრდების კარგად რო ვირბინე რო არ დაიღალო მეგეთი გვინდა. ვინები არის? ვინ არის ახალგაზრდა? ახალგაზრდა იუმორისტები გამოგვეხმო. ვინც არ იღლება? ან ვინმე ტიკტოკერი ერთი ლეგიონერი იყოს მოდი რა. ქართული იყოს. შეგვიძლია რა. ჯიმ კერი. ჩვენთან ერთად უმში. ჯიმ კერიზე ვერავინ ვერ იტყვის რომ ვერ თამაშობს. ჯიმ კერი იყოს რა. ერთი ჯიმ ჯიმ კერი. ანუ იმაში რა. წინ იყოს. განსხვავებული იმით იყო. ვაფშე არ იყოს იუმორისტად. ამჯერად დრამის მიმართული ჯიმ კერი. ყველაფერი შეუძლია. ჯიმ კერი კერი. მაგა საჭმელს არ გაჭმევს. სუპერული დაგის. დავაყენოთ კიდე ერთი თემურ გოათისი. მიკაბაზე იყოს შაკაჩი. განსაკუთრებულად უყვე. არში ჯანელა წინ თემო და ჯიმ კერი. შუაში ჩვენ თემო უკან შეგინა დრუპი. ბიჭი ეს თემო ვიცის რომ ესე დგომა რა გაშლილი გაგიგას და საინტერესო იქნებოდა. აი გუნდი კოუჩო შეიძლება რომ ასწავლის ჯიმ კერის ჯიმი ნახე შეგიშა უნდა იყოს კოუჩი მართლა. ბაზარი აი გუნდიც გამოვიდა ძმა, სახალისო გადაცემაც გამოვიდა ჩემი აზრით. ჯიმ კერი რომ მიყვარს აუ მე ისე რა შეიძლება. ჯიმ კერი? აუ ჯიმ კერო აი ჭიათვეშო დავინახო ჯიმ კერი მე ძალიან გამიხარდება. აი როგორც სადაც არ უნდა დავინახოთ. საბაგიროს რიგში. საბაგიროს რიგში რო დგას. ბაღები. ვინ არის ეს ჯიმ კერი? ესე მიდიხარ ზედ არ უშვებდნენ ხოლმე რა ხავს რა. შვიდობა იყო ერთ-ერთი შვიდობას საბაგირო იყო სადაც შატალოს დადიოდნენ ბავშვები. ვისთან მიდიხარ შვიდობას იგივე იკითხებოდა ქალი და ვინმე ერთი მაცხოვრებელი გაგცოდნოდა რა. თუ არა ისე პერმიშენი არ იყო იმას. არ გიშვებდნენ ისე? ხო არა, იმიტომ რომ საღლიცინოთ მიდიხარ ხა, მაგრამ შეიძლება მე შეიძლება რამე მოგივიდეს. ხო, განმოვარდე რა. მოგივიდეს და კნის პირზე გადაჭრა. უეჭველი
რაღაცა ისეთი კაი არ მოხდება რა. შატალოზერ საბაგიროთი მინდა. შეიძლება დავდიოდით ხოლმე. ო, და მე ფეხით ჩამოვდიოდით. აუ მე დავპატიჟებდი ჯიმში. ამ მონასტერში დავდიოდი. ძმებო, უღრმესი მადლობა მინდა დაგიფიქსიროთ მობრძანებისთვის, ძალიან სახალისო გამოვიდა. აი ბიჭები ხართ. კი ბატონო. ჩვენი მადლობა დაიწყე და მეც გადავა. მოკლედ კიდევ ერთხელ მინდა თავში გისურვოთ, ახლაც გისურვოთ წარმატება, წარმატებული პროექტი იყოს და კიდევ ბევრი წარმატებული პროექტი მომავალში გულშემატკივრობთ ყოველთვის შორიდან, ხან ონლაინ, ხან პირადად ყოველთვის გულშემატკივრობთ. მადლობა. გაგვიხარდება თქვენი წარმატება. გაფასებთ, გვიყარხართ და უნდა წარმატებების გამოვიწეროთ ლიდერ სპორტის არხი, დაუფიქსიროთ. ველდანის არხი, კეთილების არხი გთხოვთ, ჩვენი სტუმრები იყვნენ. ფუტბალის წამყვანები და ველდანის ვარსკვლავები. ალექს გაგნიძე და თორნიკე პარონაშვილი. გენაცვალეთ ზომა, ჩაათვლად. იასნია.